ლიბერალიზმი არის გლობალისტური იდეოლოგია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ყველას ესმოდეს. ლიბერალიზმი ნიშნავს, რომ დასავლეთში გაჩნდა, რომელმაც ძალიან მთელი დედამიწაზე გავლენა მოიპოვა და გლობალისტური იდეოლოგია, რომელსაც პრეტენზია აქვს, რომ ყველა უნდა ვიყოთ ასეთი შეხედვით, დავივიწყოთ ყველამ ეს ჩვენი წარსული, დავივიწყოთ ჩვენი ძველი ფასეულობები, ეგ ყველაფერი არის თქვენზე კონტროლისთვის იყო მოგონილი და მოდით გავთავისუფლდეთ ამისგან და ეს საჭიროა იმისთვის, რომ ადვილად შემოუშვა. აი, უხეშად როცა სხვა ქვეყანაში მიდის, ვთქვათ ამერიკა, ხო? მაგალითისთვის რო ავიღოთ ამერიკა, როცა სხვა ქვეყანაში მიდის, იქ ადგილობრივი მართლობა, რა თქმა უნდა, წინააღმდეგობას უწევს, ხო? მოსახლეობას თუ ლიბერალიზმს მიაწვდი, მაშინ ეტყვი, რომ შენი მთავრობა შენ აკონტროლებს რაღაცა ძველი ფასეულობებით, რაღაცას თავს მოხვეული ფასეულობებით გაკონტროლებს. მე განთავისუფლებისთვის ვიბრძვი. და შენ მოდი განთავისუფლდი ამ შენი მთავრობისგან, შენი აი ამ მართველი ჯგუფისგან და ჩემსკენ გადმოდი. და როცა იდეოლოგიურად არ არის გამართული ესა თუ ის ქვეყანა, მაგას რა თქმა უნდა ახერხებს. ანუ როგორც თავიდან უკვე ვთქვით, იდეოლოგიის გარეშე კოლექტიურ სუბიექტს არ შეუძლია არსებობა. და თუ რაღაცა კრიზისშია, რომელიღაცა კულტურა, ან რომელიღაცა პოლიტიკური სუბიექტი იდეოლოგიური თვალსაზრისით სხვა იკავებს იმ ადამიანების ჯგუფის ცნობიერს და ასევე ქვეცნობიერს. სხვისი იდეოლოგია იკავებს და ეგრე გაჩნდა ლიბერალიზმი, ხოლო კონსერვატიზმი არის ეროვნული იდეოლოგია. ამიტომ კონსერვატიზმი არ არის გლობალისტური იდეოლოგია, რომელიცაც პრეტენზია აქვს, რომ მთელი დედამიწა რაღაცნაირად აი ასე უნდა ცხოვრობდეს. კონსერვატიზმი უყურებს საკითხს ასე. იქ სხვა ქვეყანაა, მათ სხვა წესები. იქ სხვანაირი კონსერვატიზმი. ჩვენ აი ეს პოლიტიკური სუბიექტი ვართ. ჩვენი ფასეულობები ეს არის. ანუ არ არის გლობალისტური. ხოლო ლიბერალიზმი არის გლობალისტური იდეოლოგია. აი ეს უნდა გვესმოდეს. როცა ჩვენ დღეს საქართველოში ვსაუბრობთ პოლიტიკაზე, ასეთი საკითხების არ გათვალისწინებით და რაღაცა უბრალოდ აი ვინ რას ლაპარაკობს, რა ლოზუნგებს ისვრით, ასეთი რაღაცების არ გათვალისწინებით შეუძლებელია არჩევანის გაკეთება. სინამდვილეში შეცდომას დაუშვებთ. ამიტომ ეს არის მნიშვნელოვანი, რაც უნდა გვესმოდეს, ლიბერალიზმი, კაპიტალიზმი, ლიბერალიზმი, კონსერვატიზმი, კაპიტალიზმი, სოციალიზმი. აი ეს უნდა გვესმოდეს. ორი სხვადასხვა სიბრტყეა. და არ უნდა აურიოთ ერთმანეთში. და ყველამ ჩვენში უნდა ჩავიხედოთ და უნდა ავირჩიოთ, რა გვინდა. ჩვენ უნდა ვიცოდეთ ჯერ რა გვინდა, როცა პოლიტიკოსი მოდის და რაღაცას გვთავაზობს, ეს უნდა გავატაროთ იმ პრიზმაში, ჩვენ რა გვინდა და მანდიდან გამომდინარე გავაკეთოთ არჩევანი. თუ არ ვიცით რა გვინდა, თუ არ ვიცით საერთოდ რა ხდება ამ თვალსაზრისით, მაშინ ადვილია მანიპულირება ჩვენი, ადვილია ჩვენი მოტყუება. ადვილია გამოიყვანო ხალხი აქციაზე და მათივე საწინააღმდეგო საქმე აკეთებინო. რაც არ აწყობს თვითონ იმ ადამიანებს, ის გააკეთებინო. თუ არ იცის იმ ხალხმა რა უნდა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ერთხელ და სამუდამოდ
რაღაცა დალაგებული იდეოლოგიური შინაარსი შეიძინოს პოლიტიკა საქართველოში. არ შეიძლება რაღაც მივედმოვედოთ სხვადასხვა რაღაცას და რას აი რომ გავაგრძელოთ ეს ჩვენი თემა. მნიშვნელოვანი რა არის? თუ ადამიანების რაღაც ჯგუფი, სუბიექტი პოლიტიკური არ აქვს გამართული იდეოლოგია, როგორც ბოლოს სადამდეც მივედი ჩვენი მსჯელობით. მაშინ დიდი გამართული რაღაცა დიდი ძალა, გამართული იდეოლოგიით, როცა შეხებაში მოვა ჩვენთან, აუცილებლად დავიბნევით. თუ ჩვენი იდეოლოგია არ არის ჩამოყალიბებული და შეხებაში მოვა ჩამოყალიბებულ გამართულ დიდ ძალასთან, დავიბნევით. აი ხომ ყველას გვსმენია, რა გვჭირს ქართველებს? უნდა გამოუფხიზლდეთ. ამას ხო ყველა ვეთანხმებით. ყველა ხო ასე უყურებს. რა გვჭირს აი მაგ შეკითხვას თუ სვავთ? მაგაზე პასუხი ეს არის. ჩვენ არ გვაქვს ჩამოყალიბებული გამართული იდეოლოგია. ჩვენ არ შეგვიძლია კოლექტიური ამოცანები დავისახოთ და ერთიანად გადავჭრათ ისინი. ჩვენ ვართ დაბნეული, გაურკვეველი, რა გვინდა და ამიტომ სუსტები ვართ. და დღეს რა მოცემულობა არის საქართველოში? ეგ რომ ვთქვათ, დღეს თავიდან ბოლომდე, დასავლეთის გავლენაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველაზე დიდწილად საქართველოში არის ლიბერალური იდეოლოგია. მე მესმის, რომ შეიძლება აქ ვიღაცამ თქვას, რომ არა რას ამბობ, მე არა ვარ, მე ვისაც ვიცნობ არ არის ლიბერალი. ეგ მაგას არ გულისხმობ. რომ ჩვენ ყველა უმეტესობა ლიბერალი, მაგას არ გულისხმობ. მე გულისხმობ პოლიტიკური დღის წესრიგი საქართველოში განისაზღვრება ლიბერალური იდეოლოგიით. კოლექტიური ქვეცნობიერი და ცნობიერი საქართველოში არის ლიბერალური იდეოლოგიით განსაზღვრული. მაგრამ არსებობს მეორე მხარეც. არსებობს კონსერვატიულიც, რომელიც არის სამწუხაროდ ჩამოუყალიბებელი და სამწუხაროდ უფრო სუსტი. და რას გულისხმობ? აი ამის მაგალითი მინდა მოვიყვანო. რას გულისხმობ ამაში? საქმე იმაშია, რომ საქართველოს აი დღეს რო შევხედოთ, რანაირი ქვეყანაა. საქართველო არის მაგალითად სახელმწიფო თანამდებობები არანაირ მნიშვნელობას არ წარმოადგენს, ხო, საქართველოში. სახელმწიფო სტრუქტურა არის ფიქტიური. სახელმწიფო რაღაც მინისტრები, დეპუტატები და ასე შემდეგ მათი წონა პოლიტიკაში იმაზე ნაკლებია, ვიდრე მათ უკან მდგარი, თქვათ, ბიზნესმენების. სინამდვილეში თანამდებობა საქართველოში ნაკლებს ნიშნავს, ნაკლებ რაღაცას წარმოადგენს. ვიდრე აი ნებისმიერი სხვა რაღაც ქვეყანა რაც გახსენდებათ, ხო? იქ თანამდებობები როგორც წესი უფრო მნიშვნელოვანია ხოლმე, ვიდრე საქართველოში. საქართველოში ეგ ფაქტი, რომ რაღაც სახელმწიფო სტრუქტურას ნაკლები წონა აქვს, ნაკლები დატვირთვა აქვს. ეგ გამომდინარეობს იქიდან, რომ ჩვენი კოლექტიური ცნობიერი მაგას არ ანიჭებს მნიშვნელობას. არა, მაგას ეგეგრე რომ არ არის, მაგაზე არ ნერვიულობთ. არ არის პრობლემა, იქ ვიღაც მთავარია, ვიღაც უკან მდგომი ხალხი ხო კარგად
აკეთებს ყველაფერს. ნაკლები მნიშვნელობა აქვს თანამდებობებს. საერთოდ მეტიც, თანამდებობები არ ვარგა. ეგრეა დაყენებული საკითხი. ამიტომ სიამბილეში ლიბერალური იდეოლოგია, რომელიც გარედან შემოდის, მის წინააღმდეგ ნაბიჯების გადადგმა ძალიან გართულებული. ხალხმა არ იცის რა უნდა დაუპირისპიროს. აი შემოდის რაღაცა ისეთი ფასეულობა და წყობა, რომ გეუბნება, რომ განთავისუფლდი ამ შენი ძველი ფასეულობა, განთავისუფლდი. როცა არ გაქვს რაღაცა ფასეულობები განსაზღვრული, თან გამოცდილი დროში, რომ უკვე კულტურა დაგიმკვიდრდა. კულტურა გაქვს ჩამოყალიბებული სახელმწიფოები. მაშინ ძნელია დაუპირისპირდი აი ამ ხელა ძალას, როგორიც არის დასავლეთი. ჩვენი ამოცანა, ახლა მაგალითად საქართველოს ამოცანა არის ის, რომ ესეთი რაღაც საკითხები უფრო შემდეგ ეტაპზე გადავიდეს, უფრო ჩამოყალიბდეს. თუ გვინდა რომ გადავრჩეთ. თუ გვინდა რომ როგორც სუბიექტი კიდე გადავრჩეთ, როგორც ჩვენმა წინაპრებმა აქამდე მოიყვანა ჩვენი ქვეყანა, კიდე რომ არსებობა შეძლოთ. და პრობლემა რაში მდგომარეობს? აი ხა მაგალითად დღევანდელი ეს ვითარება, რომ კიდე ავხსენოთ, აი დღეს მოცემულობა, ხო, არჩევნები ჩატარდა, მე რაღაც ხალხი გამოდის. რა უნდა გვესმოდეს, იცით? აქციებზე ადამიანები ვინც გამოდიან, ის ადამიანები ხშირ შემთხვევაში თავის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ. თვითონ რაც არ აწყობთ, თვითონ რომ შეიძლება დაიღუპოს. მასეთ რაღაცაში აქტიურობენ. აი გამოდის ადამიანი, მაგალითად გამოდის და რაღაც ხვირპირი გაუერთიანეს, იმდენი ინერვიულა, რაღაცა პროტესტი და ცემეს, ხო? და აასისხლიანეს და რაღაცა წავიდა და მე რაღაც მაინც არ გავჩერდების ამბობს, ხო? ეგ პროცესი, ეგ ენერგია უნდა გვესმოდეს, რომ ვიღაცას აწყობს. ვიღაცამ დააორგანიზა, ვიღაცას აწყობს ეს პროცესი. და ასეთი მოვლენების მიმართ მოწყვლადი ვიქნებით, თუ იმაზე, რაზეც ეხლა მე ვსაუბრობ, იდეოლოგიურ საფუძველზე, თუ არ ჩამოვყალიბდით. აი დღეს მაგალითად რომ ჩართავთ ტელევიზორს, ნებისმიერი პოლიტიკური ძალა საქართველოში ხო არსებობს აი რაღაც ვითომ სხვადასხვა პოლიტიკური ძალები, ხო? ნებისმიერს რომ ჩართავ რაღაცას ლაპარაკობს. იქ როგორ შეიძლება ამის გაკეთება, რაღაც ჩვენ ამას არ ავიტანთ, ჩვენ აუცილებლად აი ამას შევცვლით, რაღაცა იქ ხელფასები იქნება ამდენი და ასე შემდეგ რაღაცებს ლაპარაკობს, მაგრამ თუ მოქალაქეებმა არ ისწავლეს პოლიტიკური ძალების იდეოლოგიის თვალსაზრისით გარჩევა, მაშინ ეს ყველაფერი, რასაც ლაპარაკობს პოლიტიკური ძალები, არის მხოლოდ რაღაცა დემაგოგია, ტყუილი